როდესაც თქვენმა შვილმა გითხრათ, რომ თქვენი ძმა ძალადობდა მასზე, რატომ არ მიმართეთ პოლიციას? ორი გამოკეთებდი ეგეთ რაღაცას. რას? ვერ მიმართავ. ეს აღიარებითი ჩვენება შესაძლოა 35 წლის ქალის დაკავების საფუძველი გახდეს. 7 წლის ბიჭის დედა შაბათის ეთერთან აღიარებს, რომ მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ძმის წინააღმდეგ პოლიციას არ მიმართა. მეორე კლასელი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით ახლა მისი ბიძაა დაკავებული. 19 წლის წვევამდელს უვადო პატიმრობა ემუქრება. მანდატურს უთხრა სკოლაში. და სკოლამდე თქვენც ხო გითხრათ? ხო, ხან ესე ეძახის, ხან ისე ვერ ვიგებ ახლა მე ამ ბავშვს ასა ვერ ვიგებ რას ეძახის. მე მჯერავს რომ ჩემი ძმა უდანაშაულია. ჯერავს და სანამ ცოცხალი ვარ ასე. ამიტომაც არ მიმართეთ პოლიციას? კი. ის რაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მშობლებისთვის არადამაჯერებელია, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში 2023 წლის 22 იანვარს მოხდა. იმ დღეს წვევამდელი კასპის ერთ-ერთ სოფელში დასთან სტუმრად ჩავიდა. სახლში ამ დროს ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. სკოლიდან დაბრუნდა მეორე კლასელი ბიჭიც, რომელსაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს. ბიძა სახლში დამხვდა. როდესაც დაძინებას ვაპირებდი, ის მომიახლოვდა და მითხრა, რომ სასქესო ორგანოზე შევხებოდი. ის ამის გაკეთებას მაიძულებდა. საბოლოოდ მის მოთხოვნას დავთანხმდი. დის შვილის გაუპატიურების შემდეგ სავარაუდო მოძალა და დის სახლიდან წავიდა. შეშინებული ბავშვი კი მშობლებთან მივიდა და ყველაფერი მოუყვა. საზარელი ისტორია მეორე კლასელის მშობლებმა მოისმინეს, თუმცა არ დაიჯერეს. არც პოლიციას მიმართეს და არც რეაგირება მოახდინეს. ყველაფერი კი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებს დააბრალეს. არ მჯერა. არა, ამას ვერც დავიჯერებ. დაუჯერებელია. დაუჯერებელია ჩემთვის. ანუ დაელაპარაკეთ თქვენ შვილს, რატო გადაწყვიტეთ, რომ ის იტყუებოდა? პირის საბუთი აქვს ხოლმე და ვერ არის კარგად რა სამკურნალო ყავს. ძიმე მდგომარეობაში მყოფი მეორე კლასელი სრულიად მარტო აღმოჩნდა. 22 იანვრის ღამეს მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ მას სახლში ლაპარაკიც კი აუკრძალეს. საბოლოოდ ყველაფრის თქმა მაინც გადაწყვიტა. შოკის მომგვრელი ამბავი მან 31 იანვარს სკოლაში მანდატურს უთხრა. მანდატური მოვიდა მაშინვე და მითხრა, იცით პრობლემა აქვს ბავშვს. და მომიყვა ეს პრობლემა და ამის მე მაშინყვათ მანდატურმა, რა უთხრა ბავშვმა, უბრალოდ ბავშვმა უთხრა ცუდი ამბავი, რომ არ მოიქცა ადამიანი კარგად. ანუ ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ალბათ, ხო, ასე დავხსენით ჩვენ. სკოლაში განგაში გამოცხადდა. ადმინისტრაცია მოზარდის მშობლებს დაუკავშირდა. სკოლაში მისულმა დედამ კი არ უარყო, რომ ყველაფერი იცოდა და პოლიციაში მისვლას არ თანხმდებოდა. ამიტომ სამართალდამცველები ადგილზე სკოლის დირექციამ გამოიძახა. მშობელიც რომ გამოვიძახეთ და ნახეთ რომ რა კი იცოდა და არ მიმართა მან ორგანოებს, ჩვენ მაშინვე მიმართეთ. რატომ არ მიმართა პოლიციას? არ ვიცი. ჩვენ კითხეთ და უთხარით კიდევაც რომ მიშვილს სჭირდება დაცვა და მეტი არაფერი არ ეთქვა ამ ქალმა, ალბათ მე ვიციო და წავიდა მე. რას უზამდეთ ჩვენ? ჩვენ რომ მივხვდით უბრალოდ რომ მშობელი არ იყო ინიციატივიანი, ავდექით ჩვენ მიმართ. დაგრჩათ განცდა რომ მშობელმა ეს იცოდა და მალავდა ამ ამბავს. მშობელმა ხო იცოდა, იო ბავშვი რაღაცებს მომიყვა. მორჩა მეტი არაფერი. 19 წლის წვევამდელი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. მოძალადე ბიძის დაკავების დღიდან კი არასრულწლოვანზე ზეწოლის ახალი ტალღა დაიწყო. ოჯახი ახლაც ამტკიცებს, რომ ბავშვი იტყუება და გაუპატიურების ფაქტი გამოიგონა. ამის დამტკიცებას მისი დედა შაბათის ეთერთანაც ცდილობდა. მოკლედ, თქვენ აფარებთ ხელს თქვენს ძმას? არა. რომელიც ასე არა ის დამდაშავი და რა იცით თქვენ რატო ხართ დარწმუნებული რომ იტყუება ეს ბავშვი? აი საი რატო მტკიცებულება გააქვთ რამე რომ იტყუება? ანუ ხელს აფარებთ დამნაშავეს? მე კარგით რა ოღონდაც არა.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა სარჩელის შეტანას ახლა სკოლის წინააღმდეგაც არ გამორიცხავს. 35 წლის ქალი უკმაყოფილოა, რომ მისი 7 წლის შვილის გაუპატიურების ამბავი სკოლამ პოლიციას შეატყობინა. იმიტომ რომ მაგათ ჩანჩუ სკოლას არ ქონდა უფლება რომ ეჩივდა. რა უნდა ეკნა სკოლას? არ უნდა ეჩივდა. კი, მაგრამ თუ ბავშვი ძალადობაზე ლაპარაკობდა, თქვენ რეაგირება არ ქონდათ, სკოლასაც არ უნდა მოეხდინა რეაგირება. არ უნდა ეთქვათ არავის არაფერი. არ ქონდათ უფლება, თუმცა სკოლას. ვინა? გინდა მანდატურდა, გინდა მასწავლებელი და გინდა სხვა დანარჩენი. არ ქონდათ უფლება არანაირი. ანუ თქვენ სკოლის გადაწყვეტილებას აპროტესტებთ, როგორც მივხვდი. მე სკოლამდე არ მივსურვა ჯერ არ მივსურვა სკოლამდე. სკოლაში რომ ვარ, მე სხვანაირად დავილაპარაკე. სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ის ცხოვრებას მშობლებთან ერთად აგრძელებს, რომლებიც მას ცრუ დასმენაში ამხელენ. მეორე კლასელს სიცრუეში ადანაშაულებს ბებიაც. დაკავებულის დედა ირწმუნება, რომ გაუპატიურების ფაქტი სკოლის მოსწავლემ გამოიგონა. ჯერ ამბობდა სახლში, ჯერ ოთახშიო, მერე გარეთაო. უაზროდ. გარეთ სად? არ ამბობს. უაზროდ, მათ ყუარაც არის, ტყუილებით შეუძლია ძალიან ბევრი. ბავშვი არის ინკლუზიური, ბავშვი არის ავადმყოფი და ყველაფერი შეუძლია. ანუ ბავშვი როგორია? არ აქვს სიმართლის არაფერი. არის ის კარგი და ცუდი რო გაარჩიოს და ყველაზე ცუდი რაც არის ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც არის ცუდისკენ. ტყუილები უყვართ და დაბრალება. თქვენ რას ითხოვთ? მე ვითხოვ, რომ ჩემი დაუდანაშაულო შვილი გამოუშვან რა. ის რასაც ოჯახი ბავშვის ფანტაზიად ასაღებს, თავად ბრალდებულმაც კი არ უარყოფ. პროკურორი შაბათის ეთერთან ინტერვიუში ამბობს, რომ 7 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დიშვილის გაუპატიურება დაკავებულმა ჯარისკაცმა აღიარა. მისი აღიარებითი ჩვენება არის საქმეზე ასევე მტკიცებულების სახით, შესაბამისად ჩვენ გარკვეული მტკიცებულებები შევაგროვეთ და იმავე დღეს მოხდა უკვე ბრალდებულის დაკავება. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება საქმეში დევს? ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება საქმეში დევს. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებულის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვა. დაკავებულის აღიარებითი ჩვენება და მოზარდის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად თანხვედრაშია. გარდა ამისა, საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნების ნაწილს გამოძიება ახლაც ელოდება. უშუალოდ ეპიზოდი არის ერთი, რაც გამოძიებით დადგენილი გვაქვს. ეს მოხდა 22 იანვარს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ სახლში. სახლში მარტო იმყოფებოდა ბავშვი? იმ მომენტში არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა იმ მოძალადისთან ერთად მარტო. ეს დანიშნული ექსპერტიზები, ლოგიკურია, გარკვეული ნაწილი ჩვენ მივიღეთ, გარკვეულს უკვე ველოდებით, მათ შორის ფსიქოლოგიური ექსპერტიზას დანიშნულია ბავშვზე. აღიარებითი ჩვენების მიუხედავად ახლა ჩნდება განცდა, რომ არასრულწლოვნის დარწმუნებას ოჯახი მაინც ცდილობს, რომ გაუპატიურების ფაქტი არ მომხდარა. მშობლების გადაწყვეტილებით მეორე კლასელს აღარ სკოლაში უშვებენ. მოზარდს განათლების უფლება ეზღუდება, თუმცა დედა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ბავშვს რატო აღარ უშვებთ სკოლაში, ქალბატონო? სხვაგან გადავდივარ საცხოვრებელსა და უნდა გადავიყვანო სხვა სკოლაში უნდა გადავიყვანო. რატო აღარ უშვებთ იმ სკოლაში? აღარ ენდობით? არა, აღარ ვატარებ. და რატო არ ატარებ? იმიტომ. არ ვატარებ არც. ჩვენს მიერ ჩაწერილი ინტერვიუები პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ არასრულწლოვანი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება, თუმცა მისი განრიდება არ მომხდარა. არადა წესით სოციალურ მუშაკებს ბავშვი თავშესაფარში ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გადაეყვანათ. ეხა ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს? არავინ აღარ ყოფილა. თავიდან იყვნები, ახლა აღარ ფსიქოლოგი არ მოდის? ფაქტია, რომ 7 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ გაუპატიურების მსხვერპლი, ახლა კი ოჯახის წევრების მხრიდან სავარაუდოდ სისტემატიური ზეწოლის სამიზნეა, სახელმწიფომ მარტო მიატოვა. მის დასახმარებლად არც ერთი შესაბამისი უწყება არ მუშაობს. რატომ არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას სოციალური სამსახურის კითხვების დასასმელად გორში, რეგიონალურ ოფისში მივედით. გამარჯობა, ქალბატონ ნინოს ვეძებ. კი.
სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამ რეგიონში ნინო ბებიაშვილია. 7 წლის ბიჭის სავარაუდო გაუპატიურების და ახლა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ წესით ყველაფერი უნდა იცოდეს. უნდა გქონდეს პასუხი კითხვაზე. რატომ არ ინტერესდება მისი სამსახური ბავშვის მდგომარეობით? რატომ არ მუშაობენ მასთან ფსიქოლოგები და რატომ ეზღუდება არასრულფლოვანს განათლების უფლება? თუმცა როგორც ჩანს ეს უწყება საკუთარ მოვალეობას არასრულებს. ბებიაშვილმა არც ერთ კითხვაზე არ გვიპასუხა. კითხვა მაქვს ქალბატონო ნინო, თქვენთან უკაცრავად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ყავთ იგივე გარემოში დატოვებული, სადაც ის არის. ვერ შევათანხმებ, თქვენთან ვდგავარ და კითხვებს გისვამ. რატომ არ ექცევა ამბავს შესაბამისი ყურადღება? ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მას არ დაუჯერეს, ვერ გამოვრთავ, მას არ დაუჯერეს მშობლებმა და იგივე გარემოში დატოვეთ და რატომ შეგიძლიათ მითხრათ? არა, კითხვაზე პასუხი მნებავს. ანუ თქვენი პასუხი ეს არის, როდის ნახა თქვენმა სამსახურმა ბოლოს ეს ბავშვი? შეგიძლიათ მითხრათ? არა, კითხვაზე მიპასუხეთ უკაცრავად. პრეს-ცენტრთან არ მაქვს კითხვები, თქვენთან მაქვს. სოციალური სააგენტოს პრეს-სამსახურს დავუკავშირდით, დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას მოგვაწოდებდნენ, თუმცა ტრადიციულად პასუხის გარეშე დაგვტოვეს. კითხვები პროკურორს დავუსვით, სახელმწიფო ბრალდება ირწმუნება, რომ ამ საკითხით დაინტერესდება. ეს ბავშვი დღეს ცხოვრობს ისევ იმ სახლში, აი ამ მიმართულებით დაინტერესდა შესაბამისი სამსახურები. რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც დაწარებულია ჩვენ საქმეზე, არის ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა მასთან ფსიქოლოგები არ ყოფილა. ამას დედა ამბობს. ამ დეტალებს რა თქმა უნდა დავაწუსტებ. ნუ ამოცემულობით ეხლა მე არ ვიცი, ხა ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ თუ არ იყვნენ, თუმცა რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი მიიღებს ფსიქოლოგებისგან სრულ დახმარებას. ახლა დიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ციხეშია, თუმცა პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ გისოსებს მიღმა შესაძლოა ბავშვის მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც აღმოჩნდნენ. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია ოჯახს ჰქონდა, თუმცა მოძალადე კაცს ხელს აფარებდნენ. ეს კი მძიმე დანაშაულია. უშუალოდ არასრულწლოვანი ბავშვის ჩვენებით ასევე საქმე ჩატარებული გამოძიებით ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ინფორმაცია არასრულწლოვანმა ბავშვმა მოუყვა მშობლებს. ანუ რა გამოდის, რომ 9 დღის განმავლობაში ბავშვის მშობლები მალავდნენ დანაშაულს? ბავშვის მშობლების გამოკითხვის ოქმები ჩვენ გვაქვს საქმეში. მათი მხრიდან დაფიქსირებულია პოზიცია, რომ ფაქტის თაობაზე იცოდნენ. თუმცა, ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ შეფასებას მიცემთ ამ გარემოებას. ანუ მიეცემა ამას სამართლებრივი შეფასება, ეს ხო დანაშაულია? სამართლებრივ შეფასებას ჩვენ რა თქმა უნდა, საქმე ჩატარებული გამოძიების შემდგომ მიცემთ ყველა პირის ქმედებას, რომელიც ფიგურანტია საქმეში. შესაძლოა ეს გახდეს დაკავების ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი ბავშვის მშობლების მიმართ. ამ მოცემულობით შემიძლია დავაფიქსირო პოზიცია, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ფიგურანტი პირის ქმედებას შევაფასებთ. ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ახლა დუმს. მან საგამოძიებო უწყებას გაუპატიურების შესახებ დეტალური ჩვენება უკვე მისცა. ახლა ის სასამართლოში უნდა გამოკითხონ, თუმცა შეცვლის თუ არა ჩვენებას მოზარდი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია, ჯერ გაურკვეველია.